ხვალ ქართული ოცნების მიერ ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივი უარიდან 1 წლის თავზე მოქალაქეები თბილისში მასშტაბურ შეკრებას აანონსებენ. პროევროპული პროტესტის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას 19 საათისთვის დაიწყებენ. აქციას პოლიტიკოსები, ხელოვანები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები უერთდებიან. მთელი 1 წლის განმავლობაში ჩვენ გავართ ქუჩაში და ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისათვის და ჩვენი შვილების სინდისის პატიმრების თავისუფლებისათვის. მოგიწოდებთ ყველას 2025 წლის 28 ნოემბერს 19 საათზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მასობრივი ხასიათი რო კონდეს ამ შეკრებას, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი რომ შემდგომ პროტესტით და მარშით გავემართოთ რუსთაველის პროსპექტისათვის. ძალიან გთხოვთ მთელ საზოგადოებას, მთელ საქართველოს მოგიწოდებთ. ჩვენ ვართ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და გვინდა დაგვიდგეთ გვერდში იმისათვის, რომ შევძლოთ საქართველოში არსებული უამრავი პოლიტიკური პატიმრისა და პოლიტიკური ტყვეს განთავისუფლება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე არ მივაღწევთ გამარჯვებას. 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ქართული ოცნება ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე აღარ დააყენებს. ივანიშვილის გუნდის ამ გადაწყვეტილებამ საქართველოში მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია. ოცნების ხელისუფლებამ პროევროპული აქციები რამდენჯერმე დაარბია. დააკავა ათეულობით დემონსტრანტი. პასუხისგებაში კი არ მისცა არც ერთი სამართალდამცავი, ვინც მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობდა. 28 ნოემბრის შემდეგ მოქალაქეები თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად იკრიბებიან და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.